ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩხრეკები. გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. დაკავებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. გამოტანილია დადგენილება ოთარ რომანოვ ფარცხალაძის მიმართ ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. 2025 წელი ივანიშვილისთვის შიდა ანგარიშსწორების წლად იქცა. ოლიგარქმა, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ვენდეტა წამოიწყო. ის ადამიანები, ვინც ივანიშვილს ძალაუფლების კონსოლიდაციაში ეხმარებოდნენ, დღეს ან ციხეში აღმოჩნდნენ, ან ბრალდებული სკამზე სხედან, ან ბრალის წარდგენას ელოდებიან. სისტემა, რომელიც ამ ადამიანებმა თავად შექმნეს, ახლა მათ წინააღმდეგ მუშაობს. აბა ტემპი. პირდაპირ ეთერში ვართ იცოდეთ. ეს ბოლო ერთობლივი გამოჩენა იყო და სავარაუდოდ ბოლო შემთხვევა, როცა ივანიშვილის ნათქვამზე ჯერ კიდევ ეღიმებოდა. მალე კი ირაკლი ღარიბაშვილი ამ ტრიბუნასთან მარტო დადგა და პოლიტიკიდან გასulis შესახებ გვამცნო. მერე თითქოს ისეთი არაფერი ხდებაო, არჩევნებზე მივიდა და ჟურნალისტებს თავს დაესხა. რამდენიმე დღეში კი მისვლა უკვე სუში მოუწია. მას სახლში ოქროზოდები უპოვეს და კაცს, რომელზეც ივანიშვილი ამბობდა, რომ რაც გინდათ ის დაუძახეთო, თავად ივანიშვილმა დაარქვა კორუფციონერი. ღარიბაშვილამდე იყო ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელსაც მასზე მეტად არ გაუმართლა, რადგან ღარიბაშვილი გირაუთი გაათავისუფლეს. როგორც ჩანს, ივანიშვილის ეს მოწყალება საკმარისი აღმოჩნდა, რომ არ შეეცვალა ღარიბაშვილის ცოლს Facebook-ზე ქავერის ეს ფოტო. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დღემდე საპატიმროში რჩება. მას სამინისტროდან 1,5 მილიონი ლარის მითვისებას და ფულის გათეთრებას ედავებიან. ცისნებაა ყველაფერი, ვერაფერს ვერ გამოიცა. ღმერთის ზალით არა, მაგრამ ივანიშვილის სურვილით მას შესაძლოა 15 წლით მოუწიოს ციხეში ყოფნა. ღარიბაშვილის შემდეგ სისტემა შედარებით დაბალი რანგის მოხელეებს იღებს სამიზნეში. ისინი ძირითადად ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვას წარმოადგენდნენ. საბოლოოდ საქმე სწორედ ლილუაშვილის დაკავებამდე მივიდა. სუსის ყოფილი უფროსი მე-11 გამოაცხადეს და კოლ-ცენტრების მფარველობაშიც კი დაადანაშაულეს. მათ იცოდნენ, რომ მე კონტროლს ვაძარმევ, მე მაქს მონიტორინგი და იცოდნენ, რომ მე ხმას ამოვიღებ. შიდა რეპრესიის წელი ივანიშვილმა რომეო მიქაუტაძის დაკავებით გახსნა. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის ციხეში ჩასმით და მისი არნახური კორუფციის ჩვენებით ოლიგარქმა რეპრესულ პოლიტიკას ტონი მისცა. ანუ უკვე გასაგები იყო, რომ პროცესი აქ არ დასრულდებოდა. თუმცა ის რაც თორნიკე რიჯვაძის თავს მოხდა, ალბათ მაინც მოულოდნელი იყო. ყველაზე გავრცელებული ვერსიით რიჯვაძეც ივანიშვილის შიდა რეპრესიის მსხვერპლი აღმოჩნდა. ანუ ოლიგარქი მისგანაც ფულს ითხოვდა. ოღონდ სცენარი განსხვავებულად დაიწყო და საქმეში სისხლი გაჩნდა. ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა, თქვენიცით ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული. რამდენადაც კობახიძე მეტად გამწვავებს სიტუაციას, თვითონ მისი აფეთქების დროს უფრო მაღალი იქნება დეტონაციის ძალა და შესაძლოა ბევრად უფრო თულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ვიდრე ირაკლი პირველი. რატომ დაუპირისპირდა ოლიგარქის საკუთარი გუნდის წევრებს? პარტია ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ მოტივი კორუფციასთან ბრძოლაა, თუმცა ჩვენ თანამდებობებით სწორედ ამ მოტივის გამორიცხვა შეგვიძლია, რადგან კორუფცია არის კიდეც ივანიშვილის მართვის მეთოდი ჯერ კიდევ 2012 წლიდან. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ერთ-ერთი ვერსიით მიზეზი ოლიგარქის სასოწარკვეთაა, რომლის ჯიბე სანქციებმა შეათხელა და ახლა ყულაბის შევსებას გამდიდრებული მაღალჩინოსნების რესურსებით ცდილობს. თუმცა მთავარი ახლა ამ შიდა ქაოსის ქართველი ხალხის სასარგებლოდ გამოყენებაა, ამბობენ ფორმულას რესპონდენტები. მას როგორც ასეთი მართლობის ეს სტილი არათუ არ აწუხებს, არამედ ის ამაზე დგას. ვინც ვის იჭერს, ანუ ის ადამიანები, რომლებიც სხვას იჭერენ, არავის ნაკლებად კორუმპირებულები არ არიან. ის ადამიანები, რომლებიც ამაზე კომენტარს აკეთებენ ოცნების შიგნიდან, არავის ნაკლებად კორუმპირებული არიან, ზოგი პირიქით. ხო, შესაბამისად, ეს არ არის რაიმე ტიპის კორუფციასთან ბრძოლა, უბრალოდ ბოლშევიკური შიშის დანერგვა და იმ მესიჯის გავრცელება, რომ მორჩილება უნდა იყოს უსიტყვო და აბსოლუტური.
ის რაც ამ სტილის მმართველობას შეარყევს, წინააღმდეგობის მოძრაობა ჰქვია. უფრო კონკრეტულად კი ქუჩაში მდგარი მოქალაქე, რომელიც არ ეგუება უსამართლობას და რეპრესიებს, არ ეგუება იმას, რომ ქვეყანა დღეს იმართება არა კონსტიტუციით, არამედ ერთი ადამიანის ნებით. და სანამ ეს ნება ყველაფერზე მაღლა დგას, ვერავინ იქნება დაცული, მათ შორის ვერც ქართული ოცნების ამომრჩეველი, რომელთა შვილებისთვის განკუთვნილი ფული ჯიბეში ჩაიდეს. ოცნებას იმის აღიარებაც მოუწია, რომ ბაგაბაღებისთვის გამოყოფილი მილიონები ივანიშვილის ქვეშევდომებმა მოიპარეს. კორუფციული სქემის ერთ-ერთი ფიგურანტი, ბაგაბაღების სააგენტოს ყოფილი დირექტორი კახა გვანცელაძე კი, რომელიც ამ თანამდებობაზე კალაძემ დანიშნა, ქვეყნიდანაა გაქცეული. ყველა კითხვაზე გამოძიება გასცემს შესაბამისად. კალაძე საკუთარი ფრაზებით თავის თავს ყიდის. ივანიშვილს ის დასაჯელთა სიაში თავში ყავს მონიშნული. ამას მიანიშნებს სუში გამართული ერთ-ერთი ბოლო ბრიფინგი, სადაც დაჭერების ახალი ტალღა დააანონსეს. კაცრად ვაფრთხილებთ ყველას. გამოიტანოს სათანადო დასკვნები, როგორც ჩვენ მიერ გადადგმული, ასევე გადასადგმელი ნაბიჯებიდან და ხელი აიღონ დანაშაულის ჩადენაზე. ექნება თუ არა შიდა ვენდეტას ბუმერანგის ეფექტი. ისტორია აჩვენებს, რომ მიტაცებულ ინსტიტუტებზე დამყარებული ძალაუფლება მუდმივი არაა. სიძლიერე კი, რომელსაც ახლა ივანიშვილი ასხივებს, სინამდვილეში სისუსტეა, რომელიც პირველ რიგში მას აზიანებს, რადგან მმართველობის ასეთი მოდელი ავტოკრატს, იზოლირებულს და დაუცველს გახდის. ეს რეჟიმი არის კორუმპირებული მისივე აღიარებით, ეს რეჟიმი არის მკვლელი, ნაწილობრივ მისი აღიარებით და ეს რეჟიმი ებრძვის საკუთარ მოსახლეობას, აი ამ ტიპის ასე ვთქვათ, სკანდალები, ამ ტიპის ფაქტები, რომლის აღიარებაც თავად რეჟიმს უხდება, ნამდვილად არ წაადგება რეჟიმის სიმტკიცეს, თუნდაც შიგნიდან, გარედან რომ არაფერი ვთქვა. ეს შეეხება იმ ხალხს, რომელიც დღეს პარლამენტში არიან და დღეს აკრიტიკებენ უკვე ყოფილ მაღალჩინოსებს და ეძახიან, რომ ისინი მათი სისხლია. და ანუ ნებისმიერთან მივა საბოლოო ჯამში და ეს ყველაფერი მათ აუცილებლად მოგეს ბოლოს, უბრალოდ შესაძლებელია რეჟიმი მანამდე დამთავრდეს და ამით მათთვის გადარჩენაც კი იყოს. შიდა კლანურმა დაპირისპირებამ სააშკარაოზე გამოიტანა ის იბინძურე, რომელსაც ოლიგარქი დირიჟორობს. ივანიშვილისთვის 2025 აღიარების წელიც იყო. წლის ბოლოს თქვა, რომ ქურდებისა და თაღლითების გარდა გუნდში მკვლელობის შემკვეთიც ჰყავდა. ამ ადამიანს კი საიდუმლო დოკუმენტებთან ჰქონდა წვდომა და ერთ დროს ქვეყნის პირველი მბრალდებლის სტატუსით ოლიგარქის დავალებებს ასრულებდა. მოგვიანებით ის რუსეთის ჯაშუშობაში ამხილეს და დაასანქცირეს. რას ამბობდა ოცნება ფარცხალაძეზე იქამდე სანამ მოიძულებდნენ. ამ ხელმოწარულების, ამ რადიკალების პირადი მტრობა აქვს ბატონ ფარცხალაძესთან. რატომ? ფარცხალაძე იყო ადამიანი, ვინც დაიწყო აი ამ მწვალებლების ციხეში ჩასმა. გახდება თუ არა ოცნებაში მიმდინარე პროცესები, თავად ოცნების ამომრჩევლისთვის კატალიზატორი რომ დაფიქრდეს მაინც. კაცი, რომელიც ევროპას არნახული დემოკრატიით გაოცებას პირდებოდა, რატომ აღმოჩნდა ბიუჯეტის ქურდების მფარველი? ან როგორ აღმოჩნდა, რომ სამართლიანობის აღდგენის იდეით მოსული კაცის სიმართლეს და სამართლიან მართლმსაჯულებას ლევან მურუსიძე ჰქვია? ან იქნებ მისი ამომრჩეველი იმაზე დაფიქრდეს? იქნებ ეს და სხვა ყველა დაპირებაც ბლეფი იყო და ის იმთავითვე რუსული პროექტი იყო, შენიღბული იმიჯით. უნდა მივხვდა ქართული ოცნების ამომრჩეველი, რომ ჯერ ხაწეს ვილაპარაკებდნენ ხა 13 წელს და მივუმატე ამ 13-ს ისხრა და გამოვიდა, რომ რავი 22 წელი მათი ცხოვრების წყალშია გადაყოლი ესეუნებია, რომ არავინ ამაზე პასუხისგებელი არ არის და ცხოვრება არა დიდი, პატარაა ჩვენი ცხოვრება ადამიანის და ყველა წელს უნდა დავაფასოთ ჩვენი სიცოცხლე და ამ ფიქრში გავატაროთ და აქ ესეც იფიქროს ამ ხალხმა, რომ ამდენი წლები რომ წაიღეს, ამ წელს ვინ დაუბრუნოს. ჩემი კოცთან დამიბრუნოს ბიძინავ ეს ქალი რო ეძახდა, კოცთან ერთად დასაბრუნებელი 13 წელნახევარი არის. ბიძინა ივანიშვილი დიდი უნარების პატრონი რომ არა, ეს ბევრჯერ დაამტკიცა. კითხვა რომ მენეჯმენტი მისი კანიოკია, თუმცა მის მიერ შერჩეული და თანამდებობებზე დასმული პოლიტიკოსებიდან ბოლო ზოგი მოღალატედ გამოაცხადა. ზოგი კი ციხეში გამოკეტა. ჩემთვის მე უსურვებდი იმას, რომ რაც გართული მაქვს ყველაფერი შემესრულებინოს. მე კარგად მაქვს თანახული, კარგად დამიგეგმავს. ძალაუფლების დაკარგვა და პასუხისმგებლობის საკითხის დადგომა. დადგება თუ არა ივანიშვილისთვის ეს შედეგი მალე. ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. თუმცა ბოლო პერიოდში ამ ფაქტორებს ერთი მდგენელი შეემატა. გუნდის შიგნით აურზაური და უნდობლობა. მისი მთავარი პრობლემა შესაძლოა მალე პარტიაში გაბატონებული ცეცხლთან თამაშის პოლიტიკა გახდეს. ციხე ხომ ყოველთვის შიგნიდან ტყდება. ოპოზიცია სხვათა შორის ცოტა მეტად მაფასებს ვიდრე საკუთარი გუნდი.